გამარჯობა მეგობრებო. ხშირად მეკითხებიან, რამდენი პროცედურაა საჭირო ელექტროეპილაციის, რომ თმა სრულიად გაქრეს. ჩემი 25 წლიანი გამოცდილებით და ჩემი საკუთარი სტატისტიკით, სამ პროცედურაში 80% თმის ქრება. დანარჩენი 20% რაც რჩება, შეიძლება დაგვჭირდეს რამდენიმე პროცედურა, რომ სრულიად ალაგდეს. თუმცა ძალიან ხშირად არის შემთხვევები ისიც, რომ 2-3 პროცედურა ხდება საკმარისი და ზონებს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა და ამაზე ვიდეო მაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ მოისმინოთ, რომელი ზონები არის ადვილად მოგვარებადი და რომელი რთული. ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები ლაზერული ეპილაციის შემდეგაც, როცა წლები იკეთებენ და ხშირ შემთხვევაში სახეზე ლაზერული ეპილაცია არ არის ხოლმე ეფექტური. რომ არ მიწყინონ ლაზეროთერაპევტებმა, წლები ვაკეთებდი მეც ლაზერულ ეპილაციას და არ ვეხებოდი სახეზე არასდროს. ყოველთვის ვთავაზობდი ელექტროეპილაციის ჩატარებას კერძოდ სახეზე. ლაზერული ეპილაციის პროცედურის შემდეგ, როდესაც მომმართავენ, წინასწარ ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ მიძინებული და დაბლოკილი თმები 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია ისევ ამოვიდეს. თმებსაც არ გაკეთებულა ელექტროეპილაცია, ანუ რომელიც არის მიძინებული და დაბლოკილი, კიდევ დავაკონკრეტებ. სასურველია ლაზეროეპილაციიდან იყოს გასული 6 თვე, რომ კარგად დავინახოთ და სწორად დავინახოთ შედეგი. თუმცა თმას ვერ მოვუშვებთ და ვიწყებთ მაინც პროცედურების ჩატარებას და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, მაგრამ მე მინდა გქონდეთ სწორი მოლოდინები. ასევე მნიშვნელოვანია თმა იყოს ხელუხლებელი, რომ უფრო სწრაფი შედეგი მივიღოთ. თუ არის თმა ნაწვალები, თუ არის ნაპარსი, თუ არის პინცეტით ნაგლეჯი, შედარებით უფრო მეტი დრო სჭირდება ხოლმე ესეთი თმების მოშორებას. მადლობა ყურადღებისთვის, მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამომიწერეთ. დროებით.